გუშინ ლონდონში გამართულ სამიტზე ევროპელი ლიდერები საუბრობდნენ იმ შესაძლო გზებზე, რომლითაც იქნება შესაძლებელი უკრაინაში მშვიდობის მიღწევა და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულება. აგრეთვე ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი გეგმა, რომელიც იქნება მათ მიერ შემუშავებული, უნდა შეთანხმდეს და უნდა იყოს მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ამასთან დაკავშირებით სამიტის შემდეგ გააკეთა განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ 4 პუნქტზე, რომელიც კერძოდ მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას მშვიდობის მიღწევის შემდეგ, აგრეთვე მშვიდობის მიღწევის შემდეგ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, აგრეთვე მოიცავს სამხედრო ფინანსურ მხარდაჭერის გაგრძელებას და რუსეთზე სანქციების წეწოლას, აგრეთვე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნის აუცილებლობას და რაც თავარია მშვიდობის უზრუნველყოფის მსურველი ქვეყნების კოალიციის შექმნას, იმ ქვეყნების, რომლებიც სამომავლოდ სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვას ზედამხედველობას გაუწევენ. გარდა ამისა, სამიტზე განაცხადა სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომ ის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოდიან ინიციატივით, რომ ერთი თვის განმავლობაში შეწყდეს ცეცხლი, კერძოდ საუბარი არის საჰაერო, საზღვაო, აგრეთვე ენერგოინფრასტრუქტურული თავდასხმების შესახებ, თუმცა ამ შემთხვევაში მან ისაუბრა, რომ ისინი ვერ მოახერხებენ სახმელეთო ბრძოლების შეწყვეტის კონტროლს, ამიტომ ეს კონკრეტული ნაწილი ამ სამშვიდობო ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში არ იქნება გათვალისწინებული. სამიტი გაიმართა გუშინ ლონდონში, მას შემდეგ რაც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა ვაშინგტონში და თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გაიმართა ცხარე კამათი. ამ კამათის დროს შესაბამისად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დატოვა თეთრი სახლი და ვერ მოხერხდა მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამისთვის მოიწვია ევროპელი ლიდერები ლონდონში. მან უკრაინის მხარდასაჭერად გამართა, მოიწვია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა სამიტზე და სამიტის შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი გეგმა უნდა შეთანხმდეს და უნდა იყოს მხარდაჭერილი ამერიკის მიერ, რაც იმას მიანიშნებს, რომ ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ამ პროცესებიდან ბოლოდროინდელი მოვლენების მიუხედავად ამერიკა არ იქნება სრულად, გამოთიშული. ევრონიუს ჯორჯია ისაუბრა ჯეოქეისის მკვლევარს ნიკოლოზ ხატიაშვილს, რომელმაც ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე. ეცაში რაც მოხდა, რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო და მე ვიტყოდი, რომ დიპლომატიის ისტორიაში ძალიან ისეთი განსხვავებული და პირველი პრეცედენტი იყო ალბათ, როდესაც ასეთი მაღალი დონის შეხვედრა, ასეთი ფორმები წარიმართა და რა თქმა უნდა, ეს არ იყო თვითონ პროცესისთვის პოზიტიური, თუმცა დღევანდელი სამიტიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ, ასევე ჩვენ მოვისმინეთ მარკო რუბიოს და ვოლცის განცხადებები, ხო, ანუ შეგვიძლია თქვათ, რომ ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკა გააგრძელებს იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასე ვთქვათ, ახორციელებს და სავარაუდოდ დიდი ალბათობით ალბათ ევროპელ პარტნიორებსა და ამერიკელებს შორის ასე ვთქვათ შესაძლებელი გახდება კონსენსუსამდე მისვლა და ამ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც რეალურად შეაჩერებს ომს უკრაინაში და უკრაინისთვის შესაბამის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებასაც უზრუნველყოფს. სწორედ აი ვოლცმაც განაცხადა, რომ და რუბიომაც, რომ ისინი მზად არიან, რომ უკრაინას დაეხმარონ, მაგათი მთავარი ამოცანა არის, რომ თქვათ, პუტინი და ზელენსკი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასვან და ამ საკითხს ძალიან ასე ვთქვათ, პრაგმატულად ეკიდებიან და იმის დაშვებასაც აკეთებენ, რომ თქვათ, შეიძლება ეს მოლაპარაკებები არ დასრულდეს წარმატებულად და იმ თქვათ, ორივე მხარემ არ მიიღოს ის, რაც მას უნდა. ანუ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან, უბრალოდ პირველ ეტაპზე, როგორც მათ განაცხადეს, მაგათთვის თავარი არის
არის, რომ ეს მოლაპარაკებები შედგეს და ორივე მხარე, ასე ვთქვათ, დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და უკვე რა შედეგით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ვთქვათ, და რა გაგრძელება ექნება, ეგ უკვე სხვა თემა არის. ბოლო წლების განმავლობაში გულწრფელები რომ ვიყოთ, ხო, ანუ ევროპა ძირითადად იყო ამერიკის უსაფრთხოების კოლგის იმედად და ასე ვთქვათ, მოშვებული იყო და იმ ყურადღებას არ აქცევდა თავის უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობებს რეალურად რისი საჭიროებაც იდგა, ხო? 2022 წლის შემდეგ, სხვათა შორის, ეს აზროვნება მნიშვნელოვნად შეიცვალა უკრაინაში და უკრაინაში და ევროპაში და ევროპული ქვეყნები უკვე სერიოზულად განიხილავდნენ როგორც თქვათ იგივე თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას, ასევე უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას და თავისი ზოგადად შესაძლებლობების გაძლიერებას. ანუ ევროპაში უკვე კარგად ხედავენ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ევროპა დადგება დიდი საფრთხის წინაშე და არანაირი გარანტია არ აქვს ევროპელებს, რომ რუსეთი არ განახორციელებს თავდასხმას მათზე. შესაბამისად, ეს ძალიან კარგად გააზრებულია აქვთ მაგათ და სხვათა შორის ბოლო 2 წლის ტენდენციას რო შევხედოთ იგივე თქვათ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს, მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმს და ყველა თქვათ სამიც და ასე შემდეგ, ყველა თანხმდებოდა რომ საჭირო არის ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. ერთი მხრივ უნდა მოხდეს თქვათ მაგათი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, მაგრამ მეორე მხრივ უნდა განხორციელდეს დიდი ინვესტიციები მაგათ სამხედრო ინდუსტრიაში, რაც რეალურად ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო. მაგალითად პოლონეთმა, ხო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათ გაზარდეს თავისი თავდაცვის ხარჯები, ასევე განახორციელეს ინვესტირება და გაზარდეს, თქვათ, სამხედრო ტექნიკის და ამუნიციის წარმოების ზრდაც. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის ევროპას გააზრებული აქვს ეს ყველაფერი, ასევე, ევროპის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება რუსეთის შეკავება, თუმცა ევროპას აქვს ის პოტენციალი, რომ თქვათ, საშუალოვადიან პერსპექტივაში მათ შეძლონ ერთი მხრივ თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება და მეორე მხრივ უკრაინის, ასე ვთქვათ, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა. ასევე დღეს ალბათ მოისმენთ თქვენ, რომ ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის, ასე ვთქვათ, ფონდთან დაკავშირებით იყო განხილვები, რომ შესაძლოა ამ ფონდიდან სწორედ გამოიყოს გარკვეული თანხები უკრაინის მხარდასაჭერად და იცით, ალბათ ეს ფონდი დაახლოებით 2 ტრილიონ ევრომდე არის და აქ ეს თანხებიც შეიძლება მოხმარდეს უკრაინას, გარკვეული თანხები ამ ფონდიდან. ასევე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რუსული გაყინული აქტივები, რომელიც ევროპის ხელში არის და შეუძლიათ ამ აქტივების გამოყენება და სანქციები. უბრალოდ ეს პროცესი გაცილებით უფრო რთული იქნება ევროპისთვის მარტო, ვიდრე ამერიკისთვის. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკა გადადგას ეს ნაბიჯი და შეატოვოს ევროპა რუსეთს, იმიტომ რომ ამის ძალიან ბევრი ფაქტორი და ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. როგორც უკვე აღინიშნა, განცხადებები გაკეთდა როგორც სამიტის დაწყების წინ, ისე დასრულების შემდეგ. პარალელურად მოვლენებს გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელიც აღნიშნავს, რომ ერთადერთი რეალური გეგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად იქნება ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, რასაც ცალსახად არ ეთანხმება მაგალითად გერმანიის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც აღნიშნავს, რომ ნებისმიერი რუსული პერსპექტივა როგორც არ უნდა იყოს ის მისი გათვალისწინება და მიღება არის დაუშვებელი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მარკო რუბიოსა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადებები. პუტინს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. როგორ დამთავრდება? ძალიან მარტივია. ერთადერთი გზა ამ ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა. ახლა პრეზიდენტი ტრამპი დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შანსი აქვს იგი მაგიდასთან მოიყვანოს და ნახოს, როგორ სურს მას ომის დასრულება. შესაძლოა მათი მოთხოვნები და პრეტენზიები უსაფუძვლო იყოს. ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ მაგიდასთან უნდა მოვიყვანოთ. ვოლოდიმერ ზელენსკი ძალიან წუხდა იმაზე, რაც მოხდა და ჩვენ ყველა ვწუხართ. თუმცა როცა შევხვდი, ის ძალიან საღი და რაციონალური იყო, როგორც ყოველთვის. მე ვნახე ადამიანი, რომელსაც სურს ეძებოს პრობლემის გადაჭრის გზები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას სურს მუშაობის გაგრძელება, რათა მოძებნოს გამოსავალი, თავისთავად ამ ერის თვალსაზრისით, რომელსაც დაესხნენ თავს. ჩვენ აგრეთვე გვქონდა პროდუქტიული დისკუსია იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი დახმარება. მოკლედ რომ ვთქვა, მომეჩვენა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი მუშაობს იმისთვის, რომ წინ გაიხედოს.
დღეების განმავლობაში გამართული დისკუსიებისას ჩვენ შევთანხმდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები უკრაინასთან ერთად ომის შეწყვეტის გეგმას შეიმუშავებენ. შემდეგ ამ გეგმას შეერთებულ შტატებთან განვიხილავთ და მუშაობას ერთად გავაგრძელებთ. დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჩვენი პარტნიორების გაერთიანება იყო ამ ძალისხმევის ირგვლივ. უკრაინის გაძლიერებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენი ამოსავალი წერტილი ახლა უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება უნდა იყოს, რათა მათ ძლიერი პოზიციიდან შეძლონ მოლაპარაკება. ასე რომ დღეს ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯზე. პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და გავაძლიერებთ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას. მეორე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მაგიდასთან. მესამე, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ავირიდოთ ნებისმიერი მომავალი თავდასხმა. მეოთხე, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მათ კოალიციაზე, ვისაც სურს დაიცვას შეთანხმება და უზრუნველყოს მშვიდობა. ყველა ქვეყანამ შეიძლება ამაში წვლილი ვერ შეიტანოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვისხდებით. დიდი წილი ძალისხმევა ევროპამ უნდა ჩადოს, მაგრამ ჩვენ კონტინენტზე მშვიდობის მხარდასაჭერად და ამ მცდელობის წარმატებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო. გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი შეხვედრის შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობ. ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტს გრძელვადიანი მშვიდობის გადაუდებელ აუცილებლობაზე, რომელსაც ახლა ერთად უნდა მივახციოთ. საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით, რომ ლიდერები ძალიან მალე კვლავ შევხვდებით, რათა მოქმედების ტემპი შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ მუშაობა ამ საერთო გეგმის მისაღწევად. დღეს ჩვენ ისტორიის გსაჯვარედინზე ვართ. საუბრის დრო აღარ არის, მოქმედების დროა. დროა ფეხზე დავდგეთ და ვიყოთ ლიდერები და გავერთიანდეთ გეგმის გარშემო, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი სამიტი და არ იქნება უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ამ ფორმატით წარიმართება და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა ევროპული ქვეყანა ვერ იყოს თანაბრად ჩართული ამ პროცესში, სამომავლოდ ისინი კვლავ დანიშნავენ მსგავსი ფორმატის სამიტს, სადაც განიხილავენ მიღწეულ შედეგებს და კვლავ გამოუცხადებენ მხარდაჭერას უკრაინას.